სალამი ძირფასება. ყველას დილა მშვიდობის ვაიმე როგორ ცივა ღმერთო რა გვარიანად ცივა ვაუ ყველას დილა მშვიდობისა აბა როგორ ხართ აბა როგორ ბრძანდებით აბა როგორ გიგითხოთ მე უნდა ჩავიცვა რამე თორე რა ვიცი საფული არ არის ზღვაზე საერთოდ კატასტროფა ფასებია. აუ ერთი წუთი. ანუ რო ვუყურებ ბათუმში ამინდები 15 ივლისიდან ხან წვიმაა და ხან არის ამინდი და ხან არ არის. ფასები არის რავი 200 ლარზე ნაკლებად ვერ ვნახე და 160 ლარად რაც მითხრეს ის პორტთან არის. რაც მე არ მაწყობს ანუ პორტთან მე არ მაწყობს ესენი სუფთა ყველაფერი ხო ესეც სუფთა გარეცხილი ხო და ისა 200 ლარი დღე მაშინ როცა დღე გამოშვებით წვიმს რაღაცა სისულელე არ ვიცი მე უნდა ჩავიცო ცივა ხოდა რა ვიცი ხალხო რა ვიცი რა გითხრათ არ ვიცი ერთი წუთი ნასკები ჩავიცვა მე არ ვიცი, ესე იგი მე რასაც ვაკვირდები ეტყობა ოჯახები დასასვენებლად ბათუმში არ დადიან იმიტომ რომ სამკაცზე ქირავდება ხოლმე უმეტესად ანტუსოვკებისთვის ერთი დღით რაღაცა დიდი ფართები და რაღაცა ესე რა ვიციება აუ ყავა არა მაქვს ყავარამაკ აუ კაი რა და თან ყველას ცინავს რა ვქნა ვერ დავლევ ხო რაღაც დავლევ რაღაც არ მაქვს ჩვენ ვიყავ დავლიოთ ეს გასახსნელი ხსნადი აბა რა ვქნა როგორ არ გამახსენდა გუში ტკბილებო და კარგებო დილა მშვიდობისა კიდევ ერთხელ მე არ ვიცი წასვლაზე წავალ თუ ვერ წავალ მართლა იმიტომ რომ მე 200 ლარზე ვერ გადავიხდი და არც გადავიხდი რომ მქონდეს ან რო გავიჭირო და 2-3 თვის ფული რომ მაგაში დავხარჯო არ რომ მქონდეს არ გადავიხდი იმიტომ რომ 200 ლარს რო დღეში იხდი ხო მე ჭამა ხო გინდა რა ანუ დასვენებლად რო ხარ წასული ბავშვებს უფრო მეტი რაღაცა უნდა 1000 რაღაცა იყიდება იქ საბავშვო ხო იცით ბავშვების თვის იქ ისა 5 ლარი ღირს ერთი სიმინდი და ბავშვს 3-ია და ანუ 15 ლარი უკვე მარტო სიმინდში მიდის მერე იქ ის ნაყინია მერე იქ ის ჰოთ-დოგია ის სენდვიჩია ის არის და ანუ ისეთ სასწაულებრივ თანხაზე ადის უკვე საუბარი რომ რა ვიცი რა და ხან თუ შარშან მაგალითად ნახევარი წვიმდა ჩვენ რო იქ ვიყავით და შესაბამისად ესე თუ იქნება რა ვიცი ვფიქრობ რომ შეიძლება არ წავიდე ზღვაზე არ ვიცი ვერც ვშოულობ სახს იმიტომ რომ ესე იგი 160 ლარი პორტთან და თან მაღალ სართულზე ანუ ჩემთვის არანაირად აი 100 ლარი რო ეთქვათ მაგ შემთხვევაში შეიძლება დავფიქრებულიყავი კიდე, იმიტომ რომ იქ ჩვენ არ დავდივართ მანქანით და მეორე ვარიანტიც იყო იმან 130 მითხრა, რომელი ქუჩა იყო?
აი აგროჰაბი არის იქ მარტო ახლო და კიდე რაღაცა დომინო გონი არ მახსოვს რომელი ქუჩა ხო მაგან მითხრა 130 დიდი ბინა არის უბრალოდ ყველაფრისგან შორი ანუ ეგეთი შორი მანძილი არ მაწყობს იმიტომ რომ იქ საშინელი მოძრაობაა ხოლმე სეზონზე ბათუმი არის ძალიან პატარა მანქანები არის ბევრი და არის ხოლმე აი სრული საგიჟეთი რა ხო და მე აქედან გამომდინარე ჩვენ დავდივართ ფეხით პლუს კარგი ბევრი მოძრაობა და სვენბად რო ხარ იქაც მანქანით რაზე უნდა იარო ერთი სიცხნა ქალაქში ხო და ისე რომ ზაფხულის სიცხეში 1 საათნახევარი ვიარო მაგალითად ნურის ტბა რო არის იქამდე ან დონამდე ან ცეროდენამდე ეგრე არ მინდა ანუ ყველგან რო ფეხით მივიდე მასე მინდა რა ხო და შაშან 140 რო ღირდა ეხლა ის რა ვიცი მე მგონია რომ წელს უფრო ცუდი სეზონია და ხალხი არ არის მაგრამ რა ვიცი ფასები კი არის და ვერ გავიგე ანუ ხალხი წერს 2-3 დღე ანუ აი 2 დღე 4-5 დღე 5-6 დღე მაქსიმუმი რაც ვაღარ უმეტესობა წერენ 2-3 ღამე 2-3 ღამით ჩადის ხალხი ხო და ხა იმას კი არ ამჩნევა გაქირავებული ქონდეს და შენ გინა 2-3 ღამით ჩადი და მეც გინა მაგას სულ არ აინტერესებს შემდეგი ხნით ჩახვალ ხა მე არ ვიცი ანუ ესე იგი რა ვიცი რანაირად დადის დასასვენებლად მოსახლეობის უმეტესობა არ ვიცი ალბათ ვერ დადის და თუ იმ სოფელია იქ დადის იმიტომ რომ მართლა არა ადამიანური ფასებია და ყვებაც ხო გინა ადამიანს არა ხო ასე ხო და არ ვიცი ჯერ იმეც არ უკარგავ იმიტომ რომ შეიძლება რამე ვიპოვო მაგრამ მაქსიმუმი ჩემი არის 150 ლარი მაქსიმუმი და ეგეც 20 დღით ვერანაირად ვერ ზავა მაგრამ მაგ ფასად საერთოდ არავინ არ მეხმიანება წარმოგიდგენია დღეში 150 ლარი და არავინ არ მეხმიანება უმძრა ყოველს ურჩევნია რომ პატარა ბინა ქონდეს სამ კაცზე გააქირავოს და იქა იყოს ის 150 ლარი ვიდრე ოჯახი შეუშვას და დიდი ბინაში 150 ანუ ცდება ფართი რა ანუ და ოჯახების ალბათ ნაკლები დადის ხო ხო და მოკლედ ესე რა რავი ნახოთ რა იქნება მოკლედ სხვაზე არ მიდიხარ რომ გითხეს ნახოთ რა იქნება დღეს მაგასაკეთებელი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. დღეს ჩვენი მარათონის მეოთხე დღეა. ძალიან მნიშვნელოვანი დღე. გუშინ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა მშვენივრად მარათონში. მაგრამ მე დღეს მეორე ნახევარში სამძიმარზე ვიყავი ელენეს მამის. ესე იგი ძალიან ძალიან მეწოდება ეგ ადამიანი. ჯერ ხო ეს შვილი მოუკლეს ბექა. და რაღაცა ძალიან ისე იყო რა. ხო და რა დაემართა და გულის პერანგის ანთება, თუ სწორად ვამბობ. და ეგ აწვებოდა გულს. და რო აწვებოდა, ამის გამო სითხე დგებოდა და რამდენჯერ ამოიღო ფილტვებიდან წყალი. 2 ლიტრი, 3 ლიტრი ესე ორივედან ერთად. ელენე იძახდა გუშინ რო ახველებდა ვიძახისო რომ აი წყალი ამომდისო გრძნობ როგორ ამომდის წყალიო აი მე ძალიან დავისტრესე ჩემ მანქანით მინდოდა წასვლა მაგრამ წვიმდა ევამ დაიცინა ხო და აღარ წავედი ჩემ მანქანით თან გასაჩერებლები არ არის პეკინზე ჩაგისვავთ წავიღე პატარა ყვავილი, ლამაზი, კოხტა.
ხო ხა გამოვედი ჩვენთან ბაჟანიშვილზე ყვავილების მაღაზია გაიხსნა რაღაცა თუ ნახე ამ ნორმალური ყვავილი ვიყიდი არც ვიცი რა ვიყიდო ყვავილი ან რამე ისა ეს ლამაზი კალათები რო არის თუ ნახე ეგ კალათები უფრო ძლებს რავი ნახოთ აბა თუ ვიპოვი რაღაც ვიყიდე ხალხანახეთ საკმაოდ საყვარელი და ლამაზი ნუ რაღაც წავწერა და რაღაცა აქვს მაგრამ ამაზე სადა იქ არაფერი არის ხო გიჟივით მოდიო და ესე დავეცალე კი გაძლებს ესეთები იმიტომ კარგი რომ უფრო დიდხანს ძლებს და თან იმდენი ისინი რა აქვს ხალხს კაცო ეს ვაზები და ისინი ხოდა ტელეფონი მირეკავს მივედით ვნახე ელო ვნახე მარი ელოს შვილი ცოტა ხანი გავჩერდით აუ ძალიან დავისტრესე წამოვედით მერე ხო და გავუკეთეს ოპერაცია გულის 7 საათიანი გული ამოიღეს ეს პერანგი გაასუფთავეს მერე ისევ ჩააცვეს და უხაროდათ რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარაო მაგრამ მერე გაჩერდა თირკმელები აღარ გამოიყოფოდა შარდი წავიდა ორგანიზმის მოწამვლა დიალეზე ვერ აერთებდნენ იმიტომ რომ ნაოპერაციები გული ვერ გაუძლებდა ხო და ესე მე-6 დღეს გარდაიცვალა 66 წლისა იყო თუ არ ვცდები თავისი ფეხით წავიდა ჩავალ კოსტუმი ჩაიცვა ბოლომდე მუშაობდა უნივერსიტეტში ლექტორი იყო გარეთ ბავშვები იდგნენ ეწყობოდა რომ მის სტუდენტები იყვნენ ესე მორიდებულად იდგნენ და შემოსვლას აპირებდნენ და ამდენი ხანი იდგნენ კართან ჩვენ რომ მოვდიოდით უკვე მაშინ რო გვაცილებდნენ ხო ჩავალ კოსტუმი ჩაიცვალა და წავიდა რა არის ჩვენ ცხოვრება რა შიწამია ეგეთი რაღაცები ძალიან მაფიქრებს ხოლმე და მე სახში რომ მოვედი მთელი დარჩენი დრო ანუ ღამის 10 საათამდე დამჭირდა რომ გამოვსულიყავი ანუ ტკივილისგან მიღებული სტრესისგან რაც ჩემს სიღრმეში მოხდა და მე უკვე ვიარე 10000 ნაბიჯამდე ავედი 7000 მქონდა გავლილი ავედი 10000 ნაბიჯამდე სარბენბილიქზე მე ვივარჯიშე კიდეც და მე გამოვედი ძალიან მაგრა შველის ეგ ხო რა თქმა უნდა გოგოებთან სულ მქონდა კომუნიკაცია მაგ დროსაც ანუ უშუალოდ როცა იქ ვიყავი და გზაში ვიყავი მოვდიოდი მაშინ არა მაგრამ დანარჩენი დრო როცა სახში მოვედი და ჭამე და მოვდექი მეგრევე მქონდა კომუნიკაცია გვაქვს სულ დილიდან დღეს გამოგვიძა ესე იგი 6-ზე აღარ გამოღვიძა 7-ის 15 წუთზე გამოღვიძა მაინც ცოტა გადავავადეთ მიხარია და დილიდან გოგოებს უკვე მასალა დახვდებათ რომ შემოვლენ მეც მიყვარ ხარ წამო ჩემო მზეო ჩემო სიყვარულო ჩემო სიხარულო გუშინ ძალიან დამეხმარა იკა ანუ რეცხავდა რაც გასარეცხი მოდიდე ხო და რავი ყველაფერში ძალიან დამეხმარა დღეს მე ვიქნები ისე ამათ უნდა ვუთხრა რომ თავის თებშები გარეცხო თორე ანუ კატასტროფაა ხოლმე რა აქა ვარ ანდროს რა
დაიწყე ნერვიულობა? არ დაიწყო, ეხლა ვემოვძებნი რეები და გავალო. შენ არი ნერვიულო. არი ნერვიანო. შოკეი არა გვაქვს აქციაში. აბა გვირილაში. ცხრაებესი ჩათვლით. აბა ვნახოთ, სოსისები არ გვინდა, მაწვნები არ გვინდა, ფილეები არის აქციაში, ფილე კრაკოსი, მაგრამ ეგო ცუდიაო, ვიღაცამ დამიწერა, იმის მე აღარ ვყიდულობ. ალპური სანებო 15 ლარად არის, ვა, ძალიან კაია ეს. კვერცხი არის აქციაში. ის არ არის ყავა. ყავასა და რა აქციაში, ოკეი. ოკეი, რას ვიზავთ? ჟოკეი მინდა, ის არის იაკობსის, აი ეს, აი. მაგრამ ეგ არ მიყვარს. ჩემთვის არის ეგ მუქი. მე მიყვარს ესე ოქროსფერი ყავები. ამიტომ ეს ჟოკეი უნდა დავავალო ანდრიას. ოკეი. ჟოკეი. კიდე აბა კვერცხი ვნახოთ. ой, რძეცევასთვის. კვერცხი. აი ეს. აქციაშია. 5 და 75 ნაცვლად 5 და 30-ად არის. კვერცხი. რძეც აქ არის მოიცა. რძეც გვინდა, აქციაში არ არის. სოფლის ნობათის რძეები გვინდა, რომელიც აქციაში არ არის. 5 და 55 ღირს რძე. Oh my god. ყველი ყველაზე აბარა ხდება. აულაბნე ვიყიდე გუშინ. შემეშალა, ანუ აი ეს ჩვეულებრივი რო ანახე კლასიკა. ეს კი არ ვიყიდე, ესეთი სხილენ, ვაიმე რა გემრიელი ყოფილა ხალხო. ანდროს მოდი. კი, ეხლა გაჩვენებ რეები მინდა, ნახე. აი ეს კვერცხი. ნახე 5 და 30-იანი. 5 და 30 რო აქციაშია. ეგ აიღე. რძე ერთი აიღე, არ არის შესაშური ფასი. რძე ეს აიღე, ევასთვის. ყავა არ არის აქციაში, მე რომელიც მინდა და მიყვარს ის, ამიტომ აი ეს ჟოკეი რა. არის 100 გრამიანი და არის 200 გრამიანი. თუ ვთქვა 200 გრამიანი იყო და აქციაში იყო, ის იყიდე, მაგრამ აქ არ წერია რომ აქციაშია და ამიტომ არ იქნება ალბათ და ეს იყიდე, იმიტომ რომ იქნება აქციაში ვიყიდო სადმე. აი დიდიც არის მაგალითად, მაგრამ ну არ არის აქციაში მოკლედ. ოქროსფერი. შავი ჟოკეიც არის, ნახე, ეს შავი არის, ანუ მუყავებს მე ვერსო. ეს კი აქციაში. რამდენიანი? 80, არა, ამას ვერსო. ხო, ყავა მინდა ჟოკეი, რძე მინდა და კვერცხი მინდა. ეგენი მინდა მე. დანარჩენი ევას კითხე და თქვენ თუ გინდათ რამე. ხარნიკამ გაიღვიძა რომ დამამაროს. ნეტა ეჭვი რატო არ შემპარვია მაგაში. მოდი ჩემო პატარა. ნუ გეშინია და არ გადაგაგდებს, ნუ გეშინია. კომენტური კარგია. რა კარგია, რა ტკბილია. ასე. ეხა ანდრე მოგვიტანს იმას საჭმელ სასმელს და მე გავაგრძელოთ. ჩემო ტკბილებო. მოკეთ ხალხო, ანდრე მაღაზიაში ყო. აბა რა მოიტანა? პიკნიკი. ფუნთუშა, რომელიც გუში რომ მე შევჭამე ფუნთუშა. აი ეს. ტვიქსი თოკოსთვის, თოკოს უყვარს ტვიქსი. რძე ევასთვის.
ვაიმე, ეს დიდი იყიდე ჟოკეი? აქციაში იყო ამ დროს? ეხლავე მოდი, მოვა. ეს აქციაში იყო? აბა დიდი რატო იყიდე? ხო გითხარი პატა. არა, მარტო ეს. მარტო ეს იყო. არა უშავს. ეს პური რა ჭირს? ესეთი აიღე? ეთყობა გაიხსნა, რადგან ასეთი არ დარწმუნებული ხარ? თითქმის. იმიტომ რომ ესენი აქეთ რო აწყვია, ვინმე ხო არ გადმოცვიდა, ხელით ხო არ შეალაგა. არ ვიცი. ანუ არ შეგიხედია როგორ აიღე პური? ანუ მგონი ნორმალური იყო და თან არაფერი არ ვარდებოდა. იქნება ესე აიღე. არა, ეგრე არა მიგე, ესები გაქვს ყოველთვის. შანსი არა ეგრე. არ ვიცი. დაკვერცხი. всё. ესა სულ. ხათ ჩამოვარიგოთ. ხმეტო. კომენტარებში ამიწერა ვიღაცამ. ესე იგი კოტის ვიდეო მომიყვანეს, ჩემს საწინააღმდეგოდ იმათ, რა ქვია. კიდე საწინააღმდეგო არგუმენტად. ყავაო მიჩვევა სიწევსო, კოტი მესეს თქვაო. ხო და ისაო, ეხლა ურო 7 გრამს სასვამო, მე რო დავდალევო 10 გრამსაო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე კოფემანი არა ვარ ხალხო. სინამდვილეში მე ჩაიმანი ვარ. ჩაი მიყვარს ძალიან. ყავა მე დავიწყე ყავის დალევა, როცა დავიწყე ვლოგების გასაღება, დილის ვლოგები და ამბები. მაშინ ჯერ კაიხანი საერთოდ ვეჩვეოდი, რომ დამელია. აი წლებია, ვინც მიყურებს, იცით, რომ ვსვავ მაქსიმუმ დღეში 3ჯერ. დღეში 3ჯერ ბოლოს როდის დავლია ეს ყავა არ მახსოვს. არის ხოლმე ზოგჯერ იშვიათად, რომ დილას მინდება, შეიძლება საღამოსაც მომინდეს. ძალიან იშვიათად. ბოლოს როდის მომინდა, ეგეც არ მახსოვს. ყოველ დილას დღეში ერთხელ მინდა. აი ამდენი ერთი ჭიქა, ერთი კაი ისა კოვზით, პატარა ჭიქით მოდუღებული და ყოველ დილას მინდა ეს. ანუ ნალექიანს ვსვავ, ბევრჯერ ვსვავ ნალექიანს, მაგრამ იმას ცოტას ვყრი და თანაი ჩემთვის ის თითქოს ყავა არ არის. ამას ვსვავ დღეში ერთხელ და ყოფნის, რავი, წლებია ესე ვარ და საერთოდ არ გაზრდილა და თუ გაიზრდება მაგაზე მოთხოვნა კიდე, საერთოდ არ ვღელავ, იმიტომ რომ ანუ მე არ ვარ ყავამანი და შესაბამისად ანუ ეგ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს არანაირს. ასე რომ აბა ნახოთ რამდენი გრამია? 10, ეს ბევრია. ცხრა. შვიდი. აგერ ბატონო 7. ასე. და 6 გრამი შაქა. შაქარა. მასე ხო იმაზეც ამბობენ, რომ ეს ადამიანს გააჩნია. ანუ თუ შენი ვნება არის ყავა, მაშინ კი. ჩემი ვნება ყველია. ტკბილეულზეც ხო ამბობენ, რომ ტკბილეულმაც იცის ეგ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არ იცის. რა წავიღოდე? შევდო მაცივარში? მიდი აბა მომიტანე. ან მე მოვიტან, მოიცა? ანუ ტკბილეულიც არ არის ჩემი ისა დამოკიდებულება, ტკბილეულიც არ არის. ჩემი დამოკიდებულება არის ხორციანი და fast food საჭმელი. ეგანი მიყვარს ძალიან. ასე რომ ყველამ ვიცი ჩვენი ის რა არის რა. და როცა ადამიანი ამ საკითხს აკონტროლებს, არაფერი არა პრობლემა.
დღესაც ის უნდა ვჭამო. არ ვიცი რა უნდა ვჭამო, ალბათ არაქისიანი ტოსტი. არაქისიანი ტოსტი. კაი, იყო პუნთუშა? Я иду, приду, и мой голос растужен, я понимаю, мир мне не нужен без тебя. Как текст სიმღერა? შუას მინის, აუ როგორ მიყვარდა. ასე შინელი კლიპი იყო. ყოველ ჯერზე ვწიროდი, რომ უყურებდი ხოლმე. ვისაც არ გინახავთ. გოგო და ბიჭი მანქანით მიდიან ერთად, უყვართ ერთმანეთს, სადღაც არიან კარგად და მერე მანქანით მიდიან ერთად რა. ხო და დაინახეს, რომ სხვა მანქანას ცეცხლი აქვს მოკიდებული და იქ ბავშვი და ძაღლი არიან. და ამ კაცმა ბავშვი გადმოიყვანა, ძაღლიც გადმოიყვანა და ძაღლიო გადმოყავდა აფეთქდა. ხო და მერე მაგას უმღერის ეს გოგო, მირ мне не нужен без тебя. ღმერთო. არავის გამოეცადოს ეგ. No! Foi. აღარ იქნება ეხა ეს გემრიელი. რამდენი ხანი ველოდე. თავიდან ხო არ გავიკეთო. არა ამ დუბელას მე არ დავლევ. მაგრამ ეხლა ამას რო ვეღარ დავდებ სასწორზე. ვაიმე ნინი გამაგიჟებ. აჰა, ეხლა ნახეთ როგორ გავაკეთებ. Мой голос растужен, я понимаю, мир мне не нужен без тебя. Хоть грамми. 6 გრამი. ანუ, ვისაც გაქვს პრობლემა მაგალითად ყავასთან ან შაქართან ან რაღაცა, ხო, და ანუ პრობლემად როცა მე რასაც ვთვლი პრობლემა, იმას ვითვალისწინებ და იმას შვები. ვაკეთებ. აჰა. ჯერ ველოდები ახლა იმას, რომ ეს ადუღდეს, მე გავაკეთებ სხვა რამეს. თორე კიდე ისე მომივა, როგორც მომივიდა. Я понимаю. ეხლა მინდა რამე იქ მაქვს რაღაც კბილეულები და чик-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 чик შავი შოკოლადი. Не хочу. ეს არის ყავაი, ეს არის ყავა, როცა თავზე აქვს მთელი თავისი ნალექი და ყველაფერი, რაო ხრობათ მინდა, ხალხო ისა. რაღაცა დუბელა, მაგას მე ვერ დავლევ. ეხლა ამას წავუსვათ არაქისის კარაქში. უფრო სწორად, კი, კაი, წავუსვათ.
ასკული შამი დარარარარა ასე მოვედი ჩემო ხალხნებო ახალ გახსნილი ხალხი როცა საოცრება ну აიქსებ დუმ ვარ აქ მაგნაცი და ყველი ვისკი მოგერ მიყვარს ეს არის მდიდარი გემოento de calla. Bueno, el todavía que sí cae. Da es gushin გაკეთებული საოცარიებთან და იყო. რაოდე? აკავай. რაოდე? მე საყოველთაო ხმარობლობა ზე. ეს მოცივაში ჩავდო? Thank you. გვაღარეთევა მოცივაში. ვიღაცი ჩავდა, არ ვიცი. ევატოვებს ნაყინს და ეგეთ რაღაცებს და ეხა მოიტანა. ჩადეო მოცივაში. ხელი ნაცნობად. ეს თხილის გამოვა. ხის თხილის. აღარ ამასთან ერთად უკვე დაანკბირია. ყავა. ნუგაში აქვს ხის თხილის გემო. ეს ხაპარი. ხის თხილი მინდა რომ ვიყიდო.
Голубиро шпиониро. Თანგემრილი იყო. Ოსე. ბარა ხდება ჩვენთან. მინი მაგარი ხარ, მადლობა ბაბი. რუსუდან ჭურჭლის მანქანა არის კიდევ, არა, ვერა. რაღის ნიდა შემდეგი როდის იქნება? 200 ლარი ღირს და შემდეგი არ ვიცი. უცხოზე წავალთ, არ წავალთ. ანუ არ ვიცი ჯერ. ანუ ან აგვისტოში იქნება, ან სექტემბერში. ნახოთ. ციცი. ნიახტვანებული ვარ. შენი თამხელა ოჯახის სახლი YouTube-ის, ანუ ჩვენ ამხელა აუდიტორია ხა კიდევ ახალი გამოწვევები. შენ ცხოვრებაში ვფიქრობ კიდევ და კიდევ ბევრი ახალ-ახალი წარმატებები იქნება შენ ცხოვრებაში. სასწაული გოგო ხარ, ყველაფერს ასე კარგად რომ ასწრებ და ჩვენც გვილამაზებ ცხოვრებას შენი ვლოგებით, რომელსაც დიდი სიყვარულით ველოდები ყოველდღე და არ მომბეზდება არასდროს მიყვარხარ და მე ამაყებიო. ვაიმე როგორ გამახარე ძვირფასო. უდიდესი მადლობა, ძალიან მიყვარხარ. ძალიან დიდი მადლობა. ეს სიტყვები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს აი ზუსტად შენი გულშემატკივარი ადამიანის ნათქვამი სიტყვებია, ძალიან ძვირფასია. თინათი ნინი მიყვარხარ, უსაყვარლესი ოჯახი გყავს. მადლობა. ინგა, ევი როგორი დამჯერი და მშვიდი გოგოაო. ხო. ვფიქრობდი ხოლმე რომ ჩვეულებრივი ბავშვი არა დამჯერი თქო, მაგრამ აღარ მახსოვდა ბავშვები როგორები არიან და ეხლა სხვა ბავშვები რამდენჯერმე შეხება მქონდა ევაზე პატარა ევას ხელა ბავშვები გოგოები. და ევა მართლა ძალიან დამჯერი ყოფილა. ირმა უსაყარლესი ვეხართი გასაოცარი იუმორი აქვს, ხო? ნამდვილად. მარია, მაგრამ ისე შემაშინე ახლა მგონია გადავიფიქრებ ფიზიკური დატვირთვა რამდენი ხნის შემდეგ შეიძლება, ანუ სიმძიმეების აწევა და სახლის საქმეები, აბდომინოპლასტიკაზე მეუბნება. მე სახლის საქმეები კი არა, წელში გავიშალე თვენახევრის მერე. არ მახსოვს იმდენიც რომ გავიწევ ძვირფასო. მარიამ, გამარჯობა ნინი, მე ვფიქრობ გაკეთებას. ანუ იგივე ადამიანია აბდომინოპლასტიკაზე. დიდი მუცელი მაქვს დარჩენილი. წონაში ვიკრებ და მუცელს ვერ ვიქრობ. მაშინ უფრო დიდი ოპერაცია გექნება. ანუ მე მომწერეს იქა TikTok-ზე რომ შეშუპება მაქვს სერიოზული აბდომინოპლასტიკის მერო და შენ ამაზე არაფერი არ გითქვიაო. ხო და მე არ მახსოვს, ანუ ჩემ თავზე შეშუპება კი იყო, მაგრამ ისეთი პაწეწინა იყო, რომ ანუ მაგისთვის შეშუპება არც დამირქმევია, ხა იმ ხელა ოპერაცია ხდება, რომ ესე აგათალეს კანი და მე ისევ მიგაკერეს და ცხადია, რომ ანუ ნახე რას ვიძახი. აი ესე ხო გაჭრეს. მე ეს აწიეს ჭიპამდე, ეს ჩემი ჭიპი მოაშორეს, ახალი გააკეთეს, ეს ჩამოწიეს და შეკერეს, მაგრამ ნახე ჩემთან რა იყო, მეცარიელი კანი მქონდა. მე არ მქონდა ცხიმი. მე არ გამიკეთებია ლიპოსაკციას რო იკეთებ. ანუ მე არაფერი არ მომიშარ, ცხიმოვანი მასა. შენი კანიო იყო 300 გრამიო სულ. აი, ხელში ეტეოდა ამდენი იყო ზედმეტი მოშვებული კანი რო გადაიწელა და სტრიები გაუჩნდა და მე იმას ქნა მე ძალიან ნაზი კანი მაქვს და ანუ ეს კანი ზედმეტი რაც იყო და შენი ეგ მომაჭრეს და მორჩა. ანუ მე არ მქონია ზედმეტი ცხიმი და ალბათ ამიტომაც მე კიდე უფრო მარტივი ოპერაცია მქონდა, მაგრამ კანი იყო ძალიან გადაჭიმული, ეტყობა ბევრი მომაჭრა და ძალიან იყო გადაჭიმული და ანუ რო გაიშალო უცებო შეიძლება ქაღალდივით დაიხესო, თან ისეთი ნაზი კანი გაქვს და ეგ რომ მითხრა კი ამ ცუდად გავხდი. ნუ წარმოვიდგინე რომ ქაღალდივით კანი რო გეხება მუცელს. ხო და ვუთხარი იმ ადამიანს რომ მეთქი ალბათ მეთქი შეიძლება უფრო დიდი ოპერაცია ქონდა მეთქი და ანუ ცხიმით და რაღაცა კიო მითხრა. ანუ როცა ოპერაცია არის უფრო დიდი მეო ცხიმებიც ამოვიღეო, ანუ კეთდება ისიც ლიპოსაკციაც, ხო? ანუ ეგ სხვა მასშტაბის ოპერაცია და მაგას უფრო მეტი შესიებაც აქვს და ყველაფერი. რავი მე აბდომინოპლასტიკას
მარტო იმ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ადამიანმა გაიკეთოს, თუ აი ძალიან დიწონს, რომ დაიკლებენ და აი ლამის მუხლამდე რომ ფართუქს რო ეძახიან, კანის ასე ეგ რო რჩება, ნუ თუ უნდა, მაგ შემთხვევაში უნდა გაიკეთოს ადამიანმა, მაგრამ ახლა მე რაც მქონდა, ხო, ეგეთი რაღაცა არ შეიძლება მაგის გაკეთება. ეს სულელეა. და საერთოდ ისიც ახლა შეიძლება, ანუ ისეთი აგებულება გაქვს, რომ მუცელი გაგამდიწონ, არ გაქვს, მაგრამ მუცელია. ამ ეს ლიპოსაქციები და ისინი, ანუ სისულელი არ გინდათ გოგოებო, ეგეთი რაღაცები ძალიან გთხოვთ. არ გინდათ პროსტა. მიიღეთ თქვენი თავი, მაქსიმალურად იყავით კაი ფორმაში და როგორიც გაქვთ აგებულება მიიღეთ. მე ხა ქვედა ნაწილი მაგ დიდი რა ვქნა, ვიღებ, всё. ეგ არის ყველაზე კაი გამოსავალი და მაქსიმალურად ფორმაში ყოფნა. მარინა საყვარელი პატარა ევა. წარმატებები ყველაფერშიო. ქრისტინა მიყვარს საჯაფსანდალი. როგორ მიდის გოგოების ამბებიო თამარმა. კარგად ვიფათო ძალიან კარგად ყოველ დღეს უფრო და უფრო კარგად, იმიტომ რომ ახალ რაღაცებს ვსწავლობთ, ვეცნობით, როგორც ფსიქოლოგიურ ხრიკებს, ასევე თვლას. ჩნდება შეცდომები მაგალითად ვასწორებთ. წინ მივდივართ, мотиваცია გვემატება. აბა. ძალიან ზღაპრულია. ია მშვიდობაში ჩემო სიყვარულო, მადლობა ჩემო საყვარელო. ცოტა იყო კომენტარები. მოგეთ? ასე. ასეთი იყო ჩემი დილა. გადავალ. გოგოებისთვის მაქვს 1, 2, 3 ვიდეო გადასაღები და 1, 2, 3 ხმოვანი ჩასაწერი. და მე დღევანდელი დღის ამბები ევისთან ერთად გავისეირნებ, იმიტომ რომ მე წვიმა არ მოვიდეს. გაზარეცხები მაქვს, შევყრი მაგას, თეთრეული როგორც იქნა მოხსენი ჩვენ საწოლს და 2 დღეა მოხსენი და 2 დღეა მაქვს შესადები იმაში, შესალაგებელი საერთ მანქანაში. ხო და შევალაგებ, გავრეცხავ, 2 დღეში გავკიდე. ხო და ესე. დღეს აჯაფსანდალი მაქვს, ხეკს გავაკეთებ. დღევანდელი დღესაც არაფერს საკუთებს არ ვიყიდი, დღეისას. დღეს ვიყიდი საჭმელს, რომელიც უნდა გავაკეთო ხვალისთვის. ანუ ვფიქრობ ფარში ვიყიდო. ან ხორცი, არ ვიცი. ნახოთ. მიყვარხართ ძალიან. კარგ დღეს გისურვებთ. წარმატებებს. ყველაფერი კარგად იქნება. აბსოლუტურად ყველაფერი. რაც გულით გინდა. თავარია გული გქონდეს სუფთა. და გონებაც. გონებაც სუფთა. არ დაინაგვიანო. ზედმეტი ყველაფერი მოიშორო. და დაიტოვა მარტო სუფთა და საჭირო. და ყველაფერი ეს იქნება.